ბოლივუდის 70 წლიანი ისტორია რეჟისორებმა 90 წუთში ჩაატიეს და უსაზღვრო სიყვარულის ისტორიაზე მხატვრულ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ბოლივუდი, როგორც სახელწოდება, ჰოლივუდის ანალოგად მოიაზრება, რომელიც ინდოეთის ქალაქ ბომბეის კომერციულ კინემატოგრაფიას ეწოდება. ბოლივუდის ფილმების უმეტესობა მიუზიკლია, სიუჟეტები სხვადასხვაგვარი. მათში გამოიყენება ინდური კლასიკური თეატრისათვის დამახასიათებელი თემები: სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, ავი დედამთილი და დაჩაგრული რძალი, ღარიბ და მდიდარ, მუსლიმან და ინდუისტ გმირთა შორის სიყვარულის გამარჯვება და სხვა. რა არის ბოლივუდი? ზოგი თვლის, რომ ეს არის ერთადერთი კულტურა, რომელიც აერთიანებს ინდოეთის მოსახლეობას. ზოგი პირიქით თვლის, რომ ის ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე და უნდა გავთავისუფლდეთ ამისგან. ის ზულთ, ის უყვართ, ის თანამედროვეა, ის ძველმოდურია, მითიურია თუ მელოდრამატული. მართლაც მოახდინა დაუშვათ ამ უდიდესი ქვეყნის ისტორიაზე გავლენა ბოლივუდმა. აი ამ ყველაფერზე პასუხობს დოკუმენტური მხატვრული ფილმი ბოლივუდი უსაზღვრო სიყვარულის ისტორია. ბოლივუდი უსაზღვრო სიყვარულის ისტორია, ასეთია სახელწოდება ახალი ინდური ფილმისა, რომელიც თავის ისტორიას გვიყვება. ისევე როგორც სხვა ბოლივუდური ფილმები, უსაზღვრო სიყვარულის ისტორიაც ცეკვითა და სიმღერითაა გაჯერებული. ფილმში ინდური კინოს თანავარსკვლავედია თავმოყრილი. მთავარი როლები ისეთმა მსახიობებმა გადაინაწილეს, როგორებიც არიან ამიტახ ბაჩანი, აიშვაია რაი, შამი კაპური და კიდევ 30-მდე ცნობილი მსახიობი. ისეთები, რომლებთან შეხვედრაზეც ინდოელი და არა მარტო ინდოელი მილიონობით კინომანი ხშირად ოცნებობს. ბოლივუდი უსაზღვრო სიყვარულის ისტორია 2012 წელს კანის კინოფესტივალის მონაწილეც იყო. მხატვრულ დოკუმენტური ფილმის შემქმნელები 90 წუთის განმავლობაში დაუვიწყარ მუსიკალურ მოგზაურობას გვპირდებიან ბოლივუდის სამყაროში. ეს არ არის ტრადიციულ ჟანრში გადაწყვეტილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც რაღაც მოსაუბრე თავები არის. არა, პირიქით, ეს არის სიყვარულით გაკეთებული ფილმი, რომელიც თვითონვე მოგვითხრობს თავის თავზე და ამის შემდეგ სიყვარულითვე უნდა გააკეთო დასკვნები თუ რა არის ბოლივუდი. თუ რა არის ბოლივუდი, ამის გაგება ქართველ კინომანებს სულ რაღაც სამდღეში შეეძლებათ. ბოლივუდი უსაზღვრო სიყვარულის ისტორია თბილისის კინოთეატრებში 1 თებერვლიდან დადგება.